ძვირფასო მშობლებო. ჩვენ აქ დღეს იმისთვის ვართ, რომ თქვენი ჩართულობით ვიდეო ძალიან მოეწონათ ჩემს მაყურებელს, ხო და ვაგრძელებთ. ახლა პირველ კითხვას დასვავს ჩემი დაიკო. თქვენი აზრით, ვინ უფრო ცელქი იყო ბავშვობაში? რომელი? შენ გაჩვენა. შემდეგი. ვინ უფრო ჯუტი იყო? ვინ უფრო ხშირად იტყვებოდა, როცა რამეს აშავებდა? პირველი შვილი რომელია? ვინ უფრო ხშირად წიროდა? ვინ უფრო ხშირად ითხოვდა სათამაშოებს ან ტკბილეულს? დადი ვსიო, წადი. ნახვამდის, მე ვჩები. ჩემი მშობლები ვისთან უფრო რთული იყო მოზარდობის სასაკში ურთიერთობა? არც ისთან. ეგ თქვენ არ გიგრძნიათ. ვინ უფრო ბევრ ფულს ხარჯავს? აპტიაკში. სიმართლეა. ვეთანხმები. არ უარყოფ. ვინ ხშირად ამბობს, ახლავე გავაკეთებ და არაფერს არ აკეთებს? მე. შენ არ აკეთებ არაფერს, აბა ვინ აკეთებს? მე ბრალდება ყველაფერი. რომელი უფრო დედიკოს ან მამიკოს გოგო იყო? დღემდე ხარ დედიკოსიც და მამიკოსიც. ვინ უფრო გავს დედას? მამას? მამა, მამას იხარ, მამას. ენდე უყურე. დედას მამას სიუდრო ვარ იმკითხე. დედას მამამისი. კაი ახლა სხვა ჩავწერ. კაცებს თქვი. ვიდეო ხარია ხარ ჩემთან ყოფნა. ასე. კაი. რადგანაც ასე ძალიან მოგეწონათ ჩვენი ვიდეოები, კიდევ ვაგრძელებთ საინტერესო კითხვებს. პირველი კითხვა. მოგეძებათ მალე. პირველი კითხვა. რომელი უფრო ხშირად ტიროდა? არა, ამ სიტყვებით უნდა გვიპასუხო ხოლმე ამაზე. ბარბარ. რატო? ქია უნდა. მაგან მარტება თან რა არის ქია? ქია რა არის? ვისაც არ უნახია ვერ მეხვდება. ხო პრინციპში შეგნებულასაც 4 წლამდე იძახო და ჩავწვევი ადიელაში მაქიანე თუ ერთი ფეხებისკენ, ერთი თავისკენ, ერთმა ზღაპარი მომიყევით, ერთმა მიმღერეთო. ერთი კარებში დადექით არავინ შემევიდეს. დედას პატარა დიქტატორი. არა. მე დედა წენით კივა დავიღალ. დედა შენ წამოწექი მიდიდან ზღაპარი მომიყევი. დანარჩენებს დაასაქმებდა ხო. თან რო кайფოი თვალებს არ ხუჭავდი სანამ არ დაღლით. კაი მე დაეძინა დავაწვინო თქო და ქია გააგზელეთ. შუად. ეს ქონდა თავი, ქონდა მოხურწილი ამდენი თავის ხანყალი. ყოლია. მართალია. ვაიმე, რომელ მახსოვრება კი რამდენი რამე გახსოვს. რომელ დღეს გაამეორებდით ჩვენი ბავშვობიდან? სულას. იმ ტირია დღეებსაც. ახლა ასეთ შეგნება თუ მექნება აღარ ვინერვიულებდი. მე არ ვიყო იმ ეტაპზე თორე თქვენი ისეთები რო იყოთ კაი იქნებოდა. გაამეორეთ შეგიძლიათ შვილიშვილებით. კაი. რომელი გავს დედას და რით? დედას რით იგვანანაბა, გაიცი პასუხი? ენი. კაები არიან ორივე იხოდეთ. მე სიკარქეზე არ უთქვიათ ეგ. ვინ რითი გავსო და ენით გავგან შენ. მამას რითი ვგავართ? ყველაფერი ენის იქით. და მამას რითი ვგავართ? შენ უპასუხე ხა მაგაზე. ყველაფერი. მე უპასუხო? არა. აი მაშინ არა ფრითაც არ გავხართ მამას. დედასები ხართ სულ. და მამას რითი ვგავართ? შენ უპასუხე ხა მაგაზე. ყველაფერი. მე უპასუხო? რაც კაი აქვს მამა თქვენს იმით გავხართ და რა ვიცი რაც კაი გაქვთ გავხართ იმით. ყველაზე სასაცილო რომელ სიტყვებს ვიძახდით? მე იძახდა. მაგია რა გახსოვს ახლა შენ ხარ არქივი. მე მატიანე მიდი. ვარსგულავი. ვარდგილავი. ყინტაპო. ტანტაპოს რას ეძახ?
ღაბავს ეძახდით უბე ყინტაპო. კიდე კიდე რაღაცა ბეღურას ბეღურას რას ვეძახ? გუგალაჩიტი. მადლობა. აბუნ. კიდე თანაშა მეედებდა ხოლმე. აბუნ. პრომაქსი ხარ. ანუ რომელი უცნაური შიში გქონდა? შენ არაფერში შეარქონი. მეც არ მქონია. შენ საწოდა ვიყავი გაჩვენ. თვალებში რო შეეხედა ვისმეს იმ თუ ჩატირდებოდი ხოლმე. რომელს რა უცნება გქონდა? დედას მარგალიტის მძივები უნდა და თოლის ბაბუას რომ მოეტანა საკორიალო ჩანთა ბარბის სარეცხის მანქანა დედასთვის მარუინე რომელიც მწარი არ იქნებოდა. რას გვიკრძალავდით ყველაზე ხშირად? ტყუილებს. სად დამბობდნენ ტყუილებს აგრძალვა იყო ხო და იმით არ იცოდნენ აბა. ყველა ბავშვი მაიცის ტყუილი თუ არ რას მომიცოდნენ. უკრძალავდით აბა არაფერსაც არ უკრძალავდი მე არ ყრძალავდი და არ მინდოდა რომ თავისუფალი დრო გქონოდათ დააჯექით იკითხეთ წაიკითხეთ თავისუფალი დროის გამოყენებას კი გრძალავდით რომელი უფრო წყნარი იყო? ნანუგა. რატო? ნანუკა იყო საწყალი და საცოდავიო ვერ გაიგერეთ თქვა შესაბამისად ვიყავი წყნარი კი ბატონო. ჩვარი ამის ან გაფეთებული გადააწყდა. არავის არაფერი არ უნახია და შენ აუ ელეწვა მტრევიაშვილი სერვანტი რო გადმოვედი გახსოვებს. სად მიდიხარ აქ გონი? სერვანტის კარები ხო ფანჯარა აქვს სტეკლო. და რატო გადმოვაგდე? რა დაკიდებული იყავი ფანახობდი. დედა არ ვიცი რა ჭუა ქონდა ან გქონდა კი საერთოდ უცაბედი კივილის ხმა და განცირული ამდენი 10 საფეხური რანაირად ავირბინე ორ დარტყმაზე ფეხის არ ვიცი ამოვედი მაღლა და ზიხარ ასე და ვაი შეუბედულო დედა ჩემო ეს სტეკლო რო თავში დაცემოდა შენ შვილს ახლა უთავო და გხვედრო და აქანა რა უბედული დედა იქნებოდი რა ამდენი 2 წელი ნახევრის იყავი მე მგონი 3 წელი დედა რა ქენი მე მცემე? საბეთქვი არა დედა რა აქცემე არასდროს არ გამილახე ხართ როდის ნანუკა ვცემე ერთხელ რას შეცვლედით თქვენი აღზრდის მეთოდში? ახლა ვეღარა. ჩემი აღზრდის მეთოდში დედა ყველაფერს შევცვლიდი არც სწავლას დაგაძალებით არც წაკითხვას არაფერს რა ვიცი თავისუფალი უნდა იყოს ადამიანიო და ყოფილიყავით თავისუფალი გერბინათ და გეთამაშოთ თქვენ რა შეგეცვალა აკმაყოფილი იქნებოდი? არ არა. იქნებოდი. მე ბაში დავიმშვიდობოთ ჩემს მაყურებელს ასე ბედნიერ ნოტაზე. კი ბატონო. დავიმშვიდობეთ. კეთილი მგზავრობა. მოვა შეხვედრამდე ცისფერ ეკრანებთან